ვლადისლავ სურკოვი, პუტინის იდეოლოგი, რომელმაც ფაქტობრივად 10 წლებზე მეტი შექმნა რუსული რეალობა. დღეს რუსეთს უკვე მართავს სწორედ გენერლის ფორმაში გამოწყობილი დიქტატორი. პუტინმა არ იცოდა, ზუსტად ხელი არ ჰქონდა ბოლომდე ჩამოწმებული, მაგრამ მედვედევთან, როდესაც ის ჩანაცვლებას აკეთებდა, იმის რექვია მისი მედვედევის, ზუსტად არ იცოდა, რომ ერთმანდატში უკან დაბრუნდებოდა და ეს პროცესი იყო რუსეთში. მათ შორის რომელშიც სურკოვი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და მისი ურთიერთობები მან ფუჭდება. ზოგადად მაგმობრუნების მერე იცვლება ხო პუტინის შესაბამისად ეს ეტაპობრივად აღაჭირდება უკვე სურკოვი, იმიტომ რომ მან ხდება ეს ბალოტნაიას აქციები, მან ხდება პუტინი, რომ პირველი დიდი ანტისამთავრობო აქციები და მარში გაიმართა 90-იანების მერე, მან ხდება პუტინი, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა მოუჭიროს ამ ასე ვთქვათ წნეხის ინსტრუმენტები. გამდელ რუსეთი არ არის არც საბჭოთა კავშირი, არც რუსეთის იმპერია. პუტინს აქვს გეგმა, როდესაც მოდის ხელისუფლებაში, იგი არის ცივსისხლიანი, აი კგბ-ს ყველაზე სამწუხაროდ ყველაზე კარგი განმარტება რო ავიღოთ მას მიესადაგება. არის თუ არა ერთადერთი ლოგიკური განვითარება შენი აზრით, რომ შენ შეგიძლია ითამაშო რაღაც 5 წელი, 10 წელი, ანუ შეიძლება 15 წელიც სუვერენული დემოკრატიობანა, ეს რაღაცა ფასადურობა, აბსოლუტური ტყუილი ყველაფერში, მაგრამ ამის ბოლო ყველა ვარიანტი არის ის, რაც მოსდის დღეს პუტინს. რამდენიც კრიტიკაც დამსახურებულიც არ უნდა ხვდებოდეს ბორის ელცინს, ალბათ მისი კოშმარი ხდება მათ შორის დღეს რუსეთში, რაც მას ვერც კი წარმოედგინა. გამარჯობა. დერეფანი ბრუნდება ახალი ეპიზოდი, 23 ეპიზოდზე ავედით უკვე მეგობრებო. ამისათვის მადლობა თქვენ, მადლობა რომ ხართ ჩვენი გამომწერები, ვინც არ ახართ ქვემოთ დაიწერება და ამ ღილაკს დააჭირეთ ზარის ღილაკს, ჩვენ შესახებ ახალი ამბებიც რო გაიგოთ და აუცილებლად შემოდით კომენტარებში, დაწერეთ თქვენი მოსაზრება ამა თუ იმ თემაზე, ან იმის შესახებ რა გინდათ რომ მომავალში იყოს ჩვენი სალაპარაკო ამბავი. დერეფანი 23 ეპიზოდში ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო ამბით და თემით დაბრუნდა, რომელიც გვინდა რომ მეტნაკლებად მივაბათ მათ შორის ლიტერატურულ მოვლენასაც და კინომოვლენასაც, მაგრამ უფრო გვინდა ველაპარაკოთ იმაზე თუ თვითონ ეს ისტორია როგორ მოხდა და ეს ამბავი როგორ მოხდა. ამ ამბავს ქვია ვლადისლავ სურკოვი, პუტინის იდეოლოგი, რომელმაც ფაქტობრივად 10 წლებზე მეტი შექმნა რუსული რეალობა, ის რუსული რეალობა, რომელიც ტრანსფორმირდა იმათ, რათაც ეხლა ჩამოყალიბდა რუსეთში. ამას ალაპარაკოთ ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი, რეალპოლიტიკის რედაქტორი ზაზა აბაშიძე იქნება ჩემი სტუმარი. მადლობა თაზო დაპატიჟებისთვის და საინტერესო წარდგენისთვის. ტელევიზიის ის აღარ დავამატეს ამ მეორე საბჭოს, იმიტომ რომ უკვე პრინციპში ორი კვირა კიდე მაქვს, მაგრამ შეგიძლია აღარ თქვა. გუშინ ფორმალური ნაწილი გუშინ დასრულდა შეიძლება. სახეზე მეტყობა ალბათ. კი, რა შვება ეგრევე იგრძნობა. ხო, ანუ რაღაც ცვლილებებია. მაგას მე თვითონ ერთ-ერთი სიტყვა თქვა. მაგრამ შენ ძალიან საინტერესო ვიდეო გქონდა ამას წინათ ამ ფილმზე და ამ წიგნზე, რომელსაც ქვია კრემლის ჯადოქარი. ჩვენს ამ წიგნზე არ ვლაპარაკებთ, იმიტომ რომ წიგნიც და ფილმიც არის საკმაოდ ისეთი. არა, თან საქართველოში არც ერთი ნათარგმნი არც გამოსული და ნათარგმნი არც გამოსული, მაგრამ ამბავი რომელსაც ეს წიგნი ყვება და რა წიგნზე რაზეც ეს წიგნი არის ძალიან საინტერესო ჩემი აზრით ჩვენი გადმოსახედიდან და ჩვენი კონტექსტიდან დღეს, იმიტომ რომ მგონია რომ ის რაც სურკოვმა შექმნა 10 წლის წინანდელი ეპოქისთვის რუსეთში, რაღაცა ამის იმაში ვცხოვრობთ. ჩემი აზრით ცუდი კალკში, მაგრამ ამაში ვცხოვრობთ მეტნაკლებად, ამ რაღაცა სუვერენული დემოკრატიის იდეაში, რომელიც არ არის რაღაცა იდეოლოგიით გაჯერებული, ეს რაღაცა მმართველობის ავტოკრატიული მოდელი, რომელიც არც იდეოლოგიზირებული არ არის, არც რაღაცა ისენი არ აქვს, რა ქვია, გენერლის ფორმებში მედლებით გამოწყობილი დიქტატორი მართავს, არამედ რაღაც არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუციების პერვერსიას ახდენს და ამითი გააქვს ფონი, ასე ვთქვათ. იცი რა, ხო, დავიწყოთ პრინციპში, ალბათ შეგვიძლია გადავიდეთ. მე ვიტყოდი თავში, სანამ უფრო სიღრმისკენ წავალთ და
რაღაცებზე ვისაუბროთ. პრინციპში ვიტყოდი, რომ დღეს რუსეთს უკვე მართავს სწორედ გენერლის ფორმაში გამოწყობილი დიქტატორი. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ სუვერენული დემოკრატიის ეს მართლობის, ასე ვთქვათ, მოდელი თუ შეიძლება ამას ესე დავარქვათ, ეს დღეს აღარ ფუნქციონირებს რუსეთში. რუსეთში ეს დასრულდა, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ალბათ საქართველოს კონტექსტში არის მნიშვნელოვანი. და ერთი-ორი სიტყვით რო ვთქვათ, პრინციპში ამაზე შეიძლება ითქვას, რომ ნუ ამის ავტორად ბატონი სურკოვი, ვლადისლავ სურკოვი სახელდება და სახელდება კი არა არის კიდეც და ეს მოდელი არის პრინციპში ამ მოდელმა მნიშვნელოვნად გაუწოდა ხელი პუტინს, რომ შეენარჩუნებინა თავისი სახე, რა არის ხო ხა რომ დავშალოთ და მართლმავრავლება ძალიან ისე სწრაფად და მარტივად ვთქვათ. ეს არის ის, რომ შენ გაქვს ფასადი დემოკრატიის რეალურად, აქ აღარ ხდება ისე, რომ ვიღაც მოდის დილით გაყავხარ ქალაქის თავარ მოედანზე და ხრეც ან რაღაცა ტროიკა გასამართლებს ან არ ვიცი რაღაცა ისეთი იმის ანალოგია ხდება, რასაც ჩვენი გონებები საბჭოთა კავშირისკენ მიყავს. პირიქით თითქოს ყველაფერი ფუნქციონირებს, სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობს, სასამართლოა, პროკურატურა არის, მედიები არის, ოპოზიცია არის. არჩევნები არის, თუმცა აქ არის ერთი, ასე ვთქვათ, ერთი რაც გასაღების გადატრიალებით არის ერთი პატარა ცვლილება. ჩვენ ხედავთ მრავალ სიმართლეს. აქ აღარ არის ის, რომ სიტყვაზე ვიღაცა არის A და მისი მოპირისპირი არის B, არა იდეოლოგმა, ამ შემთხვევაში სურკოვმა და არა მხოლოდ მას, ხოლმე ვინც პუტინის ირგვლივ იყვნენ. სწორედ აი ამ მოდელში ერთ-ერთი და არა ერთადერთი ცენტრალური ნაწილი გახადეს ეს კომპონენტი, რომ არ გაქვს შენ ერთი სიმართლე, შენ გაქვს ძალიან ბევრი დივერსიფიცირებული სიმართლე და აქ ამითი პრინციპში ქმნი ძალიან ხელსაყრელ ვითარებას ავტორიტარისთვის ან დიქტატორისთვის ქაოსს. შენ თუ აი ამ რაღაცა სიმართლეების ძებნაში იწყებ რომელი მართალია, რომელი რა არის ყვილი, რა არის სიმართლე, შეიძლება პირობითად აი მაგალითად შენი ამომრჩეველი გისმენს, მაგრამ რაღაცაში დაეჭდა. აი ეს არის სწორედ ამ შემთხვევაში ავტოკრატის ან დიქტატორის მიზეზიც, რომ შენ სრულად კი არ გადაგხაზოს, შენშიც დაეჭდეს, სხვაშიც დაეჭდეს და საბოლოო ჯამში გადაწყვიტოს, რომ თუ ყველას მიმართ რაღაცა ეჭვი მაქვს ან რაღაცა პრობლემაა, მოდი თავს აღარ დიდად გავირჯი და იყოს ის რაც არის. შესაბამისად, აი ამ მოდელმა ეხლა ეს ძალიან მარტივად მე გადავიდეთ შეგვიძლია დავყოთ ნაწილებად. ამ მოდელმა პუტინს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნიადაგი შეუქმნა 2000 წლიდან პრინციპში სანამ ის ესე რაღაცა პირსისხლიანი დიქტატორი გახდებოდა, მაინც ალბათ ეს მოხდა უკრაინის ომის მეორე ნაწილიდან გულისხმობ 22-ს. იქამდე ძალიან კარგად გამოიყენა ეს პუტინმა, თუმცა რაღაც მომენტში და ცოტა გადავახტეთ, ასე ვთქვათ, ჩვენს ახლა იმ ნაწილს სადაც ვართ, დღეს სურკოვი სწორედ მაგიტო აღარ არის მართლ ელიტაში კი არა, პრინციპში ხა ბოლო ერთ-ერთი ცნობა რაც იყო ომის დაწყების დროს, იყო ის, რომ შინაპატიმრობაში, რომ პუტინს აღარ ჭირდება ეს მოდელი. დღევანდელ რუსეთში რეალურად შენ აღარც ფსევდო ოპოზიცია ყავს, აღარც ფსევდო კრიტიკული ტელევიზია, აღარც ასე ვთქვათ ის კომპონენტები, რაც დემოკრატიას ქმნის, ეს ფარდა დიდი ხნის წინ დაიხურა, დღეს შენ ყავს პრინციპში არ ვიცი, ხა ცოტა შეიძლება გადაჭარბებულად გამოიყურებოდეს, მაგრამ რაღაცა მოდერნიზებული ივანე მრისხანე, რომელიც არის კვეთად საუკუნეებრივი იმპერიის მოდერნიზაცია. დასავლელი რომელსაც ყავს ეს ასე ვთქვათ ბოიარები თანამედროვე სახით შეიძლება არ ვიცი ოლიგარქები ან უპრიჩნიკებიც ბოიარები. ანუ აი ამ რაღაცა პარადიგმაში არის შესაბამისად ეს შედარებით სუბუქი მიდგომა და მოდი იყოს ოპოზიცია, მოდი იყოს ტელევიზია, თუნდაც ფორმალურად ეს აღარ არის დღის რუსეთს. ამან ამოწურა თავისი თავი. თუმცა როგორც შენ აღნიშნე, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე პარალელს ვავლებ საქართველოს ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ამ მომენტშიც კი ჩემი აზრით არა პირდაპირ, მაგრამ ამის რაღაცა კალკი გამოიყენება. კი, საქართველოს ამ მოდელში ახლა ამიტომ მგონია რომ საინტერესოა, მეც ეგრე უყურებ, მაგიტომ დამაინტერესებდა რომ ცოტა ხნის წინ წავიკითხე ის წიგნიც და შემდეგ უკვე უფრო ისეთი ოფიციალური ბიოგრაფია ამ კაცის და ნუ ახლა ყველას გაგვიგია ხო, ყველა მეც ბევრჯერ გაგონილი მქონდა მისი როლიც, ახლა თქო სუვერენულ დემოკრატიის ბევრი ვიცოდი, მაგრამ ხო არ ვიცოდი რომ ესეთ პირდაპირ ლინკი იყო და იმდენი რამის ავტორია ეს კაცი ამ მოდელში, რომ ძალიან საინტერესო პერსონაჟია. დღევანდელი საქართველოს აბსოლუტურად გეთახმება, დღევანდელი რუსეთი იქ აღარ არის, ხო? დღევანდელი რუსეთი არ არის არც საბჭოთა კავშირი, არც რუსეთის იმპერია, ძალიან სწორი შედარება არის შუა საუკუნეებრივი. ნუ
ყოველ შემთხვევაში პუტინი ამ ფიგურად ხედავს. ხო, ანუ მისთვის ეს დასავლური მოდერნიზაცია პრობლემაა, ის არის რაღაც რელიგიის რაღაც ესეთი შავბნელი კითხვა, სამხედრო ძალა და აი ხო რა ჩვენ ვართ აი ეს რაღაც კუეში გაჭირდა. მე მგონი ხა თუ ამ ისტორიულ კონტექსტზე ვლაპარაკობთ, ალბათ იმპერატორებიდან ყველაზე ის რაც მიესადაგება, ეს არის ნიკოლოზ პირველი, ავტორიტარიზმი, მართლმადიდებლობა, ნაციონალიზმი, ანუ ეს სამი ასე ვთქვათ, თეზა რაც უვაროვი იყო მაშინდელი. სურკოვი ვინც ეს მაშინდელი განათლების მინისტრი ვინც ეს ასე ვთქვათ. და მაშინ იბადება ეს რუსული იდეა ლიბერალიზმის და კონსერვატიზმის დაპირისპირების. ეს უარი ეს იდეა პრინციპში და ესაც რუსეთის ისტორია ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხარო რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით დღევანდელ დღეს საქართველოში ისტორიაზეც და პოლიტიკაზეც რაც აწყოში ხდება რუსეთში, თუმცა ამ კონტექსტში დაუბრუნდეთ, ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ პრინციპში ეს სუვერენული დემოკრატია, რადგან ჩვენ საუბრობთ, ეს კონცეფცია, როდესაც რუსეთში გამოიყენებოდა, ეს შენ გაქვს სიტყვა დემოკრატია, რაც შეიძლება ითქვას, რომ აი დემოკრატიაა და მაშინ რაღა აქვს პრობლემა, თუმცა ყოველთვის დემოკრატიას როცა წინ სართი აქვს, ესე იგი რაღაც პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუ რაღაცნაირი დემოკრატია გაქვს, ესე იგი არ გაქვს დემოკრატია, მე ეს ტესტი ადრე წავიკითხე და ყოველთვის ამართლებს სამწუხაროდ. სუვერენულ დემოკრატიაში ასევე არის ის, რომ შენ რასაც ხედავს, თქვა დასავლეთში NGO-ები რაღაც დღეს ამ NGO-ებს ამბობ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ რაც გვესმის, ხო, ეს რაღაცა პლურალიზმი, ის რომ ყველას წყალებში ყველაფრის უფლება აქვს, ამ სპეციალურად გაზვიადებულად ვამბობ, ლიბერალიზმი გულისხმობ აზრის გამოხატვის თავისუფლება და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი რუსეთისთვის არ არის თავსებადი. ამას ამბობს სურკოვი, რომ ის მაგალითად პირობითად რაც არის ბელგიაში ან არის ნიდერლანდებში, ეს არ და ვერ იქნება რუსეთში. რუსეთი არის სპეციფიური ქვეყანა, ძერჟავა, რომელსაც ჭირდება სხვანაირი მიდგომა და სურკოვის ასე ვთქვათ, რასაც ხშირად იყენებდა არის ის, რომ რუსეთი ყოველთვის იყო დიადი მაშინ, როცა იყო ერთმართველი, როდესაც ავტოკრატი მართავდა რუსეთს. ამიტომ რუსეთს ჭირდება ძლიერი ხელი. ეს რაღაცა მულტიპოლარიზმი და ეს ამბები ადამიანის უფლებები მოუყევით ერთმანეთს დაახლოებით მისი კონტექსტი ეს არის თან ძალიან კარგად არის გამოყენებული 90-იანი წლების ქაოსი და ბევრი კრიტიკის ანტაგონისტი ყავს რა მთავარი კი რა თქმა უნდა და ანტაგონისტი ყავს და მე რაშიც ხედავ პარალელს და პრინციპში ახლა ჩვენ საუბრობთ ამ მის ამ სუვერენული დემოკრატიის რაღაცა დაშლას ვახორციელებთ რაზეც ეს იდგა არის ის რომ რუსეთის შემთხვევაში პირობითად პეტერბურგში და მოსკოვში არიან ელიტები ეს არ არის ნამდვილი ხალხი ეს არის ღრმა რუსეთში მცხოვრები ნაროდი ანუ აი ეს არის ნამდვილი ხალხი ვიზეც ჩვენ უნდა დავეყნოთ შესაბამისად ის განზრახ აკეთებს ამ შეპირისპირებას ეს მოდალობა შემოყავს დისკურსში და ამაზე დგას პრინციპში პუტინიზმის პირველი ნაწილი ეს შეგვიძლია ხარ ვთარგმნოთ ხო საქართველოშიც რომ გადმოვიტანოთ ჩვენ ამის მოდელს ხედავთ ხო შეგვიძლია ვთქვათ რომ მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ამბობენ ამას რომ თავის საკუთარი თავის აფილაცია ეკლესიასთან აი რეგიონებში სიარული რაღაც დღესასწაულების გამოყენება პოლიტიკური მიზნით და სხვა შორის აი ერეკლე მეორე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ კონტექსტში როგორ შემოდის ხო ეს ხატი და ამის საპირისპიროდ შენ ყავს იქით ოპოზიციაში გაურკვეველი ხალხი რომელიც არც ეროვნული არის მათ მე ხომ უფრო მათ ყავში ვიყო არც რაღაცა ქვეყნის სიყვარული ამოძრავებს ეს არის რაღაცა საკუთარ ნებასა რაღაც ინდივიდუალიზმი აქვს გაფეტიშებული ამ ადამიანებს მათთვის არის დღევანდელ კონტექსტში ბრიუსელი ვაშინგტონი დასავლეთი ზოგადად და ისინი არ წარმოადგენენ ნამდვილ ქართველებს თუ კი აი ვისესხებთ ამ ყველაფერს და ჩავდგამთ საქართველოში აი ამ სუვერენულ დემოკრატიას. შესაბამისად, მე ვფიქრობ და აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად ახლა მეგობრებსაც და ანუ მხოლოდ საჯარო დისკუსიაშიც მაგ ხოლმე მიკამათი ამაზე, რატო არ არის მათ შორის საქართველოს რუსეთი, ხო არის შედარება, არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ჩვენ კონტექსტში მდგენელი ჩემთვის არის ის, რომ დღევანდელ რუსეთს აღარ ჭირდება სუვერენული დემოკრატია. დღევანდელ საქართველოს ეს ჭირდება. დღევანდელ საქართველოში მართლს ჭირდება თქვას, რომ აგერ ბატონო არის CSKO, მერე წადის სასამართლოში, პარლამენტში ოპოზიცია შემოდის ან არ შემოდის, საკრებულოს არჩევნები არის. მოკლედ ეს კომპონენტები ორი მაგალითად კრიტიკული, რასაც ჩვენ ვეძახით კრიტიკული მედია ფუნქციონირებს, ონლაინ მედია, ასე შემდეგ. საქართველოში რადგანაც
ეს საჭიროება ჯერ კიდე არსებობს, ნიშნავს, რომ სიტუაცია არც ისე მძიმედაა, როგორც მაგალითად შეიძლება იყოს რუსეთში ან ბელარუსში. ბელარუსში პრინციპში ბელარუსში ტრანზიცია არ ქონია. პირდაპირ პრინციპში ისეთი უფრო ხისტი გადასვლა იყო მათრახსა და რაღაცა უფრო მძიმე ინსტრუმენტების გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, ეს სურათი პრინციპში უფრო ღრმა არის ის გამოწვევები და ის აი ხანდახან რაც არ მომწონს არის ის, რომ ზედაპირულად აღქმა იმისა, რასაც საქართველოში მაგალითად ხედავთ, ან რაც თავის დროზე რუსეთში დავინახეთ, არ არის სწორი, ვინაიდან ეს არის ერთის მხრივ იმპორტირებული არის ეს მოსაზრება და ეს იდეა მთლიანად და ეს ჩონჩხი, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი სუნელები აქვს დამატებული. კიდე ერთი კონტექსტია, მე კავკასიური ელფერი. ხო, ან პირდაპირ ქართული, მაგრამ აქ კიდე ერთი ნაწილიც არის პრინციპში საინტერესო, როდესაც ეს სუვერენული დემოკრატია მთელი ეს ორომტრიალი პოლიტიკური იყო რუსეთში, ბიზნეს ივანიშვილი იქ იყო, თავის მხრივ ხა მე არანაირი მტკიცება არ მაქვს, მაგრამ სურკოვის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ხადარკოვსკის ბანკში, მენატებ ბანკში მუშაობდა მაგალითად პიარის ხელმძღვანელად, ძალიან დაახლოებული იყო ბიზნეს წრეებთან. ანუ გარდა ის, რომ იგი ამ ყველაფერს ტელევიზორში ხედავდა, მე ეჭვმაქ, რომ ამას first hand რასაც ეძახიან, ის რაღაცა ყოველ შემთხვევაში გადაკვეთა ექნებოდა. ამას არ ვამბობ იმ კონტექსტში, რომ აი რაღაცა მე დავალება მიიღო და დაურეკეს. არა, უბრალოდ ეს მისთვის არის ნატურალური აბიტატი. აი ეს ყველაფერი აქ ნანახი. შესაბამისად, კიდე უფრო რეალისტური ხდება, რატომ ხედავთ ჩვენ ამ ყველაფერს საქართველოში. და თავის მხრივ სურკოვის ბიოგრაფიაც საინტერესო არის. ხო, ამ კაცს ვლადისლავ სურკოვი არ ქვია, ეს არის ასლანბეკ გვარი დამოვიწყდა დუდაევი. თვითონ ამბობს, რომ ჯოხარ დუდაევის შორეული ნათესავი ვარ, ჩეჩენი არის, დედა არის რუსი, მამა, ასე ვთქვათ, ეთნიკური რუსი, მამამისი არის იყო ჩეჩენი და აი რაღაცა როგორ გადის ამ გზას, თეატრში მუშაობდა, რაც წიგნში და ფილმში არის კრემლის ჯადოქარი. ხო, რაღაცა ზემიატინის და ესეთი ხო, უციან წლების ავანგარდის მოყვარული ლიბერალი კაცი არის და ეგეც მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, როდესაც ეს ადამიანები, ვინც სალსახად ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, ძალიან ისეთ ცუდ საქმეს აკეთებენ. როგორც ცდილობენ, რომ არ იყვნენ გამოყვანილები, როგორც პრიმიტივი რაღაცა სისხლის მოყვარულები. რაღაც თვალსაზრისით სურკოვი აი ჟარგონზე რო იტყვიან, ცოტა cool ტიპი არის, იმიტომ რომ რაღაცა ახსენებს თუფაქს, ჯექსონ პოლოკი, ასე შემდეგ, რაც გეგონება, რომ ელაპარაკები ადამიანს, ვინც შენი, ასე ვთქვათ, ტვინისა და რაღაც გაქანების და გემოვნების არის. აქედან გამომდინარე, აი საინტერესოა როგორ მოხდა აი ეს ამ ჰიბრიდამდე როგორ მივედით. ეს მაძლევს მათ შორის იმის ხმის უფლებას, რომ არასწორი არის ხშირად ანალოგები, ეს პირდაპირ გავავლოთ, თუნდაც საბჭოთა კავშირში არსებულ პროპაგანდასთან და იმასთან, ძალიან მოდერნისტა ეს პროპაგანდა. ძალიან შეიცვალა სახე, რაღაც ალბათ დღევანდელ რუსეთს და საბჭოთა კავშირს უფრო მეტად დააკავშირებ, ვიდრე პუტინის პირველ, მოდი ასე ვთქვათ, 15 წელს. აქ კიდე ერთი ნაწილიც არის, პრინციპში პუტინი საქართველოში მათ შორის შეიძლება ითქვას, რომ ბევრად ადრე იყო გაგებული, ვიდრე დასავლეთში, ხო, ვისთან ჰქონდა საქმე. და აი ამ ნიღბის ტარების ფუფუნება მათ შორის სურკოვმა მისცა მას. იდეოლოგიაზე როცა ვლაპარაკობთ, იდეოლოგია პირდაპირ შექმნა გარდა იმისა, რომ სუვერენული დემოკრატია, პუტინიზმი, როგორც იდეოლოგია და როგორც იდეა, ეს არის მათ შორის სურკოვის შემუშავებული, ასე ვთქვათ, დოქტრინა. და იგი მანე ამის პრომოუტინგი გააკეთა, ასე ვთქვათ, და მიიტანა მეტნაკლებად ხალხამდე. ისტორიული კონტექსტი მნიშვნელოვანი არის, რომ აღვიქვათ, ხო, იმიტომ რომ ხო ერთი აბსოლუტურად გეთანხმები და ძალიან სწორი აქცენტია, რომ არ უნდა შეადაროს საბჭოთა კავშირს, იმიტომ რომ დღევანდელ მაგალითად ის რაც ხდება საქართველოში, არავითარი კავშირი არ აქვს იმაში, საბჭოთა კავშირი როგორ დამყარდა. პირდაპირი კალკი არ არის, რა ხშირად არ არის და შეცდომაა და ყოველთვის აქ დებატს მოგიგებს, რომ რას მეუბნებათ, რომ ჩვენთან აქ რაღაცა ის არის. ფორმულა და ტევ პირველი მოგიბრუნდება. მაგრამ ძალიან გავს იმას, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ. კონტექსტი არის მნიშვნელოვანი, ხო? სურკოვის ამბავი იწყება 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ახლა ძნელი გასახსენებელია, ხო, მაინც ესეთი ნიუსური მეხსიერება ფარავს ხოლმე ამბავს, მაგრამ ჩვენ მაყურებელთან ერთად გავიხსენოთ, რომ ნოლიანი წლები, 2000-იანი წლები და 2010-იანი წლები რუსეთის შემთხვევაში ეს არის ესეთი ოქროს ხანა იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი ფეხზე იყიდებს, გამოდის ამ აგონიიდან, პუტინს გამოყავს 90-იანი წლების ქაოსიდან და ის არის რაღაცა არსებობს ნატო-რუსეთის ფორმატი. ლაპარაკი პუტინის პირველ წლებში მიდის იმაზე, რომ რუსეთი გახდეს ევროკავშირის წევრი. ანუ რუსეთში დემოკრატია პოპულარული იდეაა და დემოკრატები მაინც ელიტა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ის
დემოკრატიის იდეის გარშემო არიან. ხო, პუტინი ხვდება რომ ამ იდეას ვერ დაამარცხებს იმით რა ქვია, წითელი დროშის აღმართვით კრემლზე, ამიტომ აი აქ შემოდის აი ეს რაღაცა შეცურებული ამბავი, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, რომელიც ძალიან გავს იმას რაც ხდება. შეცურებული ამბავი რომ მოდი ახლა იმას კი არ ვიზამრო რაღაც ერთპარტიულობას გამოაცხადებ, არამედ გავაერთიანებ რამოდენიმე დიდ პარტიას და შევქვნი მართველი პარტიის მოდელს, სურკოვი არის კაცი, რომელიც შექმნა იდინაია რასია, ხო? ეს ერთ-ერთი ავტორი ამ ყველაფრის გლებ პავლოვსკისთან და სხვებთან ერთად ანუ აი ამ რაღაცა კონცეფტი შექმნა, თორე იდინაია რასია რა არის თავის ლუშკოვის ყოფილი პარტია და ლუშკოვის ყოფილი პარტია, ლუშკოვის და მის რა ქვია. მეორე ბანაკი რომელიც პუტინს უჭერდა მხარს. ამ ორი რაც იქ ხო რაღაც გაურკვეველი პარტიები, ამ პარტიების შერწყმა და ამის გამოტანა სცენაზე. შემდეგ ეს კაცი არის იგივე არის რომ იქვე კიდე რაღაცა აი ამ ტყუილებში რომ გახლართოს მთელი მოსახლეობა, მედვედევის მეორე არჩევნების დროს იყო იდეა რომ რაღაცა ლიბერალური პარტია შეექმნა. ბოლოს ამიდან ეგ პარტიები ზოგადად მენიუში სულ არის. ანუ ყველა ტიპის პარტია მენიუში გაქვს. ერთადერთი რაში ცოტა არ დაგეთანხმები არის ის რომ მე ვფიქრობ რომ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დროს ლიბერალური, ასე ვთქვათ, ლიბერალიზმი და ეს რაღაცა მულტიპოლარიზმი აღარ არის უკვე პოპულარული. კი, მაგრამ დემოკრატია არ არის ისეთი არაპოპულარული და ვერ მართლა. არ არის, მაგრამ პუტინმა პრინციპში, ვიცი რა, მაშინ მით უმეტეს ჭირდა პირველივე დღეს მან გადადგა ისეთი ხისტი ნაბიჯები, რასაც ახლა რეტროსპექტიულად რო იხსენებ, ხვდები რომ მას ეს ფიქრი თავიდანვე ჰქონდა. პრინციპში მედიაზე კონტროლი თავიდანვე დაამყარა, თავიდანვე საჩვენებლად დაასაჯა ყველა ეს ოლიგარქი, რომელიც არც ერთი არ იყო იქიდან ფთოსანი ანგელოზი, მათ შორის არც ხადარკოვსკი, მაგრამ სულ სხვა გზებით მოხდა, ასე ვთქვათ, გასწორება მათ მიმართ. მთლიანად ნაწილობრივ უბრალოდ ესე ეტაპობრივად ხელში ჩაიგდო და დაამყარა ეს რაღაც პოლიტიკურ სივრცეში მისი კონტროლი და ესე ნუ პრინციპში ეხა მესამე 2012 წლამდე ხდებოდა გამოწრთობა რუსეთის და აქედან კიდევ უკვე ეხა სხვა ფაზა იწყება. შესაბამისად, აი როდესაც ჩვენ და შენახსენე პარტიები ხო კიდევ ერთი მათ შორისაც შეიძლება ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლობისთვის იყოს საინტერესო ეს სისტემური ოპოზიციის ცნება მოდის აქედან მოდის და სადაც საქართველოში ასე ვიყენებ რომ შეიძლება გითხრათ სამართლმი პარტიაზე რომ ეს სისტემური ოპოზიცია ხო არ არისო ეს არის რომ შენ პრინციპში გაქვს მენიუში აი ლიბერალური პარტიაც გაქვს შენ გაქვს კონსერვატორული პარტიაც ნუ კომუნისტები ყავს რუსეთის შემთხვევაში არ ვიცი ახლად შექმნილი პარტიები ხო 2000-დან 2010 წლამდე შეიძლება გავიხსენოთ პროხოროვი მილიარდერი რომელსაც თავისი ორ პარტიაში იყო და ეს რაღაც მეტნაკლებად ბაზარზე ორიენტირებული ლიბერალური პარტია იყო ამის და თითქოს ეს არჩევანი არსებობს, თუმცა ყველა საბოლოო ჯამში არის აი ამ პუტინის ადმინისტრაციიდან მართული პარტიები და ამას შვება სურკოვი, რომელიც იმყოფება პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე არის და არის ამას გარდა არის მრჩეველი. მერე გაუშვებენ მოადგილეობიდან, სანამ მრჩევლობიდანაც დაითხოვდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი იმართება, ასე ვთქვათ, კრემლიდან. ამის გარდა ხა რა არის არასისტემური პარტიები, ამას მარტივად ვიხდებით, ეს არის პარტიები, რომლებიც ასე ვთქვათ, არ არიან აი ამ სივრცეში, ამის გარეთ არიან, მართლაც დამოუკიდებლები არიან, ბორის ნემცოვი შეგვიძლია გავიხსენოთ, შეგვიძლია არჩევნებში 1% იღებს მებარჯვენ ძალთა გაერთიანება და ყველაზე ტრაგიკული რაც არის ამ შემთხვევაში, როგორ გახდა არასისტემური პარტია, სისტემური პარტია, ყოველ შემთხვევაში ნახევარდმაინც ეს არის იაბლოკო, რომელიც ყველაზე ლიბერალური პარტია, გრეგორი იავლინსკი, რომელიც ხდება დღეს თუ არ ვცდები, ხა უკვე დაფინანსებას იღებს და კი ანტისაომარი აქ, მაგრამ ამბობს უბრალოდ რომ შვიდობა უნდა და ციხეში მყოფ ნავალნის დაუწერა გასაშავებელი წერილი. შესაბამისად, აი ესე შეიცვალა რუსული პოლიტიკის თავის დროზე ნუ თავარი ერთ-ერთი ასე ლიბერალური მებაირახტრია, რომელსაც საკმაოდ პოპულარულიც იყო. თუმცა აი ეს ცვლილებები ესე ხდება, ასე ვთქვათ, ეს პარტიები ესე იმართება და კიდე ერთი ხა ჩემი და ჩემზე დიდი თაობის ადამიანებს ხა არ ვარ დარწმუნებული რომ 20-იან წლებში ვინც არის იმათ ისინი მოსწრებული არიან ამ ყველაფერს. აი რუსული დებატები მაგალითად NTV-ზე ან სხვა არხებზე ყველას ვისაც აქვს ნანახი დაინახავს რომ აი პირობითად ერთი ადამიანი არის ლიბერალის როლში, მაგალითად ქსენია სობჩაკი რომელიც აი იმდენად ყვითლად და ზედაპირულად და რიგ შემთხვევაში ამაზენად გამოიყურება და მას წყალს ასხავს მაგალითად გარდაცვლილი LDPR-ის ლიდერი ბატონი ჟირინოვსკი რომელიც არ ვიცი რა ქვეყნად არის და სადაც არის იყოს აი ამ ქაოსს გიქნის სპეციალურად რომ შენ ტელევიზორში შეხედო და ჯერ იფიქრო რომ აი ეს თუ არის ამ რაღაც ავტოკრატიის მეორე მხარე აი ეს თუ არის ლიბერალიზმი მაშინ მე საერთოდ არ მჭირდება ვინ არის ეს ქალიან ესენი რაჯიშის ხალხია მე ქაოსი არის ის რომ ვიღაცა წყალს არცხავს ვიღაცა დედას აგინებს ვიღაცა ღრიალებს აი
ამაში ცხოვრობ რეალურად და შენი მათი მიზანი არის რომ შენ ვერაზროს ვერ გაარკვიო საბოლოო ჯამში აი აქ რა ხდება შეიძლება გამოვიდეს და ბოლო რაუნდში გირჩევნია პირობითად ვამბობ იმაში ფსკოვში რო ცხოვრობ ან სადმე და მოსკოვშიც მათ შორის მოდი ხوارჯობია რომ სახელმწიფო საწარმოში რომ მუშაობ მე აქ ჩემს საქმეს მივხედო ან თუ მეტას 2000-დან 2010-იანი წლების რუსეთში ცხოვრობ აი პენსია რო გაიზარდა ხوارჯობია რომ მე ეს პენსია ავიღო მშვიდად ვიდრე ეხა მე გამოვიდე პირობითად და რაღაც გაურკვეველი ტიპის ადამიანს და თან შენ გააკრა ეს მოგეწოდება აი აქ ჩვენთან როგორც არის ნაცმოძრაობაზე დაუსრულებელი კამპანია შენ მოგეწოდება 90-იანი წლების ქაოსი და ეს ქაოსი კიდევ უფრო ქაოსად ასე ვთქვათ იფუთება და აი ამ ნარატივებში ცხოვრობ საბოლოო ჯამში და ხელს იქნევ თორე მე პირადად ესეც შეიძლება ხა სადაობის იყოს ის რომ პირობითად ყველა რუსი არის ესე ტვინ ჩაკეტილი, გარეკილი, პროიმპერიალისტი, ესე არ არის რეალურად და რო შეხედო ეხა ამ დინამიკას, პოლიტიკას ნახავ რომ ბევრი ასე ვთქვათ სხვა დინებებიც იყო, თუმცა აი აქამდე მაგას მიყავს ყველაფერი, ხო, რომ აი ეს თუნდაც ესე რო ჩანს დღევანდელ დღეს, ამას მიყავს აი მანიპულაციებს იქაური ოპოზიციის სისტემას და ის რომ აი პუტინისთვის მზად არავინ არ იყო თითქოს 1-2 ნაბიჯი წინასწარ იცოდა რა საკეთებდა. აი ეს არის მოკლედ ზოგადი ატმოსფერო პოლიტიკაში და ამას ერთვის აი ეს იდეოლოგიური ასე ვთქვათ საყრდენი, რასაც სურკოვი განასახიერებს. და ახალ კითხვაზე გადახვალ მეორე მხრივ არის კიდევ ერთი დეტალი რომ პრინციპში რამდენადაც სურკოვი მნიშვნელოვანია და აი ამ ყველაფრის თანაშემქმნელია და ასე ვთქვათ იგი ასხივებს სხვა ამ ყველაფერს მეორე მხრივ კიდევ ერთი პრობლემა არის ის რომ ხშირად მის სახეს უფრო ძლიერად წარმოაჩენენ ვიდრე რეალურად ამ ფილმსაც ვინც წაიკითხავს კი ესეც ზედმეტია ხანდახან რომ ის რომ პირობითად სურკოვი ესე იზავდა და ყველაფერი ტრიალებდა ასე მარტივადაც არ არის თუმცა რა თქმა უნდა ალბათ ლოკომოტივი ამ ყველაფრის პუტინის ჩრდილქვეშ იყო იგი და იგი არის იმ ტიპის ადამიანი რომელსაც საჯაროობა დიდად არ უყვარს საქართველოს კონტექსტში საინტერესოა რომ იყო ცხინვალის აფხაზეთის და მათ შორის უკრაინის კურატორი და აი ამ რაღაცა მრავალპლანიანად არის საინტერესო მოკლედ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც თქვი ბოლოს რომ ის არ არის ყოვლის შემძლე და ერთი რამ რაც თავში დაგვავიწყდა მათთვის ვინც არ არის ისე გათვითცნობიერებული როგორც შენ და მე ამ ამბავში ეს არის ის რომ ეს პროცესი ყველაფერი ეს კაცი არ არის რაღაცა ეს პრემიერ-მინისტრი ეს კაცი არ არის რაღაცა დიდი თანამდებობის პირი ის არის კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ანუ კიდევ ერთი ლოგიკა იმისა, რომელიც უკვე ძალიან გავს ჩვენსას, ანუ ჩაკეტილი წრე, რომელიც კრემლის კედლებს მიღმა არის შიგნით და არა სადღაც სხვაგან, არა ინსტიტუციური რა. ანუ არაადეკვატურად დიდი ძალაუფლება ისეთი ადამიანების ხელში, რომელსაც წესით კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთში კონსტიტუცია მოქმედებდა მაშინ, ეხლა რამდენად მოქმედებს ეგ მეორე ამბავია. არ ეკუთვნის იმას ამხელა ძალაუფლება, მაგრამ ნუ ყველაფერი იმართება იმ პრინციპის მიხედვით, ვინ უფრო ახლოს დგას და ვინ უფრო მეტ გავლენა ვის აქვს დიდი რეალურად. ხო, პრეზიდენტთან და ნუ ხელმძღვანელ პირთან. მათ მეორე ამბავი იყო, რომ ძალიან საინტერესო, ამაზეც მინდა რომ ორი სიტყვა ვთქვა, სურკოვი არის შიდა პოლიტიკის ასე ვთქვათ, ესეთი ავტორი და იმას განაგებს და ასე განიხილავდნენ ისინი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემას და სურკოვი არის მათ შორის ის კაცი რომელიც მუშაობს იმაზე რომ აღიარებები მოეპოვა, მაგრამ სურკოვის პარალელურად რუსეთში ვითარდება აგრეთვე აი ამ შიდა მოდელის პარალელურად საგარეო პოლიტიკის ახალი იდეა, რომელიც პარალელურად ხდება რა. სურკოვი როცა სუვერენულ დემოკრატიას ქმნის არის მეორე გუნდი, რომელიც მუშაობს ეგრეთ წოდებულ რუსულად ვიტყვი ენერგეტическая сверхдержава, აი ენერგეტიკული სახელმწიფოს იდეაზე, რომ რუსეთი არის ისეთი როგორიც არის, პუტინმა როდესაც მიხვდა რომ ხა რავი ეს შეიძლება მოატყუო იმაში რა ქვია ფსკოვში და ვლადივოსტოკში ვიღაცას რომ დემოკრატი ხარ თან დარჩენებს ატარებ, მაგრამ ძნელია ესე იგივენერად მოატყუო დიდი რუენის ქვეყნების ლიდერებს. მაგრამ ახერხებდა შეიძლება ფსკოვში მცხოვრებზე მარტივად მოატყუოს ზოგიერთი. ხო, მაგრამ ახერხებდა იმას, რომ ხდება რაღაცა მომენტში რომ ლიმიტი აქვს ამ ყველაფერს და უნდა რომ შეცვალოს იდეა. უნდა რომ თქვას რომ რუსეთი ეგეთია როგორც არის, ოღონდ ის არის ენერგეტიკული სახელმწიფო. ეხლა მე რა ქვია, სამხრეთიდან ერთ იმას გაიკეთებთ, მილსადენს, ჩრდილოეთიდან მეორეს, იმიდან რა ქვია, სლოვაკეთიდან ბელგიამდე ყველანი ჩემ გაზზე იქნებით დამოკიდებული და აბა მე ვნახოთ რა გაბო. ანუ პარალელურად გარეთ ის მუშაობდა იმაზე, რომ არა რაღაცა პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, არა რაღაცა დამყრობელი ბოროტი იმპერიის რაც ეხა არის და ამას. არამედ
ყოფილიყო რაღაცა ესეთი ენერგეტიკული გავლენები. რასაც მაგ ფლანგზე აკეთებს პუტინი არის ის, რომ ის საკუთარ თავს ხატავს როგორც პრო-ბიზნეს მთავრობას. მეორე მხრივ, ეხლა ის რომ რუსეთი არის ენერგეტიკულად ეს რაღაცა გიგანტი და ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე, ყოველ შემთხვევაში უკრაინის ომამდე როგორც იყო, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. ამაში ძალიან დიდი წვლილი პირველ რიგში მათ შორის დასავლეთს აქვს, იმიტომ რომ 2000-დან აი ისე პუტინი რომ მოდის, პარალელურად იგი მათ შორის ანადგურებს კომპანიებს და ხადარკოვსკი არის აქ ისევ და ისევ მნიშვნელოვანი იმ კომპანიებს, რომლის ხელშიც არის ეს ენერგომატარებლები ან რესურსები. ყველაფერს, ყველა შესყიდვას, ყველა გაერთიანებას, ყველა მერჯერს, რასაც ეძახიან რაღაც შემდგომ სახელმწიფო ან კვაზისახელმწიფო ორგანიზაცია ჩამოყალიბებას, ამას ამ ტრანზაქციებს აკეთებს დასავლური ფულით. რეალურად Deutsche Bank-ის მონაწილეობა რო ნახოთ, ამერიკული ბანკების მონაწილეობა რო ნახოთ, ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობა რო ნახოთ, ეს ასე ვთქვათ, თავის დაბრმავება იმ ხელა, ანუ იმ სიმაღლეზე იყო, მათ შორის დასავლეთში ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდანაც და პოლიტიკური ფიგურების მხრიდან, მეტიც იგივე ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ეს ახლა ენერგეტიკას არ უკავშირდება, მაგრამ NTV-ს რეალურად გადმოფორმებაში და წართმევაში ამერიკის მოქალაქე თამაშობს საკუთარ როლს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, დაკავშირებული არის რუსეთის ეკლესიასთან და ეს კიდე ცალკე საკითხი არის და როგორ გამოიყენება მართლმადიდებლობა რუსული მართლმადიდებლობა კონტექსტში, მაგრამ ის რომ რეალურად პუტინის ძალაუფლების გამყარებაში დასავლეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მათმა ყველას არ ვამბობ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ესე არც თუ ისე შორსმხედველურმა პოლიტიკამ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანებმა, მაგრამ ხო ენერგოპოლიტიკაში ეს ყველაზე მეტად ჩანს და თუ კი ახლა რა თქმა უნდა ყველაფერზე ალბათ რთული იქნება, რა ნახონ მაგალითად პუტინის მარჯვენა გენადი ტიმჩენკოს ბიოგრაფია, რომელსაც სანქცირებამდე ერთი დღით ადრე თავის შვედ კოლეგას გადაუფორმა ყველაფერი. ანუ ნახონ პარტნიორები ვინ არიან, ასე ვთქვათ, ამ იმ პირების, ვინც პუტინის ირგვლივ არის. როგორ გახდა მაგალითად იგორ სეჩინი, რომელიც იყო კლერკი, ლევან სამუშიამ არ გაიგოს ეს ის მახსოვს მისი კამათი იგორ სეჩინის იმედი ამ ნაწილს არ ნახავს. როგორ გახდა იგორ სეჩინი მაგალითად სუპერ დიდარი ადამიანი, რომელიც პუტინის ჩანთას დაათრევდა ლენინგრადში, როდესაც პუტინი იქ მუშაობდა საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტში. შესაბამისად ბევრ რაღაცაში მოკლედ დასავლეთმა ძალიან ხელი შეუწყო და სამწუხაროდ ამის შედეგებს ხა Nord Stream-ი ამის ყველაზე მეორე კარგი გამოხატულება იყო. აქედან გამომდინარე პუტინს აქვს გეგმა, როდესაც მოდის ხელისუფლებაში, იგი არის ცივსისხლიანი, აი KGB-ს ყველაზე სამწუხაროდ ყველაზე კარგი განმარტება რო ავიღოთ მას მიესადაგება და ძალიან კარგად აბრიყვებს ასე ვთქვათ დასავლეთს იმ კონტექსტში, რომ აქ კიდე თუ დაუბრუნდებით მაგ დროს უნდა გავიხსენოთ ისიც რომ 11 სექტემბერი ახალი მომხდარია, პუტინი აძლევს საკუთარ ბაზებს ამერიკელებს და ისინი იყენებენ, ანუ ეს კოოპერაციის ელემენტები, ასე ვთქვათ, არსებობს გაჩენა ვაკაცობის პირდაპირ. ხო, მანდ ის არის, რომ ბუშგონი ეს მეგობარი, ეს რა თქმა უნდა ცივსისხლიანად იყენებს ამ კონტექსტში. თუმცა ალბათ მაინც მე არ მჯერა იმის რომ ამას ხანდახან საქართველოს ხა ივანიშვილზეც როდესაც ივანიშვილს აანალიზებენ მე არ მგონია რომ ზოგადად არ ვარ იმის მომხრე რომ ვიფიქრო რომ პირობითად ვიღაცამ 98-ში გადაწყვიტა რომ 2020-ში ეს იქნება აი ეგეთი გრანდ შეთქმულების თეორიების რაღაც პიროვნული ცვლილებების გზადაგზა ხდება მე ვფიქრობ რომ პუტინის შემთხვევაში მის წარმოდგენაში ალბათ იყო რომ მე ეს მაგალითად ბაზები მოგეცი იქ რაღაცა ტერორიზმს ერთად ვებრძოლოთ იქ რაღაც კოოპერაცია შემოგთავაზე და შენ მე მაინც ლექციას მიკითხავ ადამიანის დემოკრატიაზე რუსულად ვთქვათ ჩესნი არ არის ეგ ამბავი მაშინ მეც აქეთ ავიღებ ასე ვთქვათ გეზს და რაღაც ევროპინა გამითავსო პოემაში პოლონეთში საქართველოს რომელზეც იცი რომ პრეტენზია მაქვს იძახი რომ ეს ის არის დემოკრატიის და საქართველოსზე მეტად მოდი მაინც ვთქვათ რომ პირველი ჩვენ დაგვესხა თავს მაგრამ პუტინის ობსესიურ ტვინში უკრაინა არის გაცილებით მაღალ ასე ვთქვათ ადგილზე ბოლო ის რა ქვია თაფლობის თუ აქ ყირიმში გატარებული იმდენად ობსესირებული არის უკრაინაზე შესაბამისად ეს მართლა ჯერა რომ ისია ეს მართლა გული თუ ესე. ანუ სურკოვიც მაგალითად ამას ამბობს თუ რომ დაუბრუნდეთ ჩვენ გბერს რომ ეს უკრაინა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა საერთოდ არ არსებობს და ეს მართლა მისი ასე ვთქვათ წარმოდგენა არის უკრაინაზე. მეორე მხრივ ეს ამ იმპერიალისტულ პაზლში ერთ-ერთი კომპონენტი მნიშვნელოვანი არის ის რომ უკრაინა იყოს რუსეთის. ეს არის ძალიან ესეთი პრაქტიკულადაც და იდეოლოგიურადაც განსაზღვრელი. ეხა ბოლო როდესაც და აქაც საინტერესო არის მათ შორის რელიგიას როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტს როცა განვიხილოთ რუსული ქრისტიანობის დასაწყისი კიევში სადაც გუშინ ბომბები ესრულეს ხო ზუსტად იმ ლავრაში სადაც გუშინ ესრულეს აქედან და ამაზეა ხო პრეტენზია კაცმა რო კითხოს იმაზე რასაც თვითონ ბომბავენ
შესაბამისად, აი ეს ბევრი კომპონენტი არის, რაც უკრაინაზე მას ესე ობსესირებულად ხდის. და ყირიმი აი არ ნაწილს რომ მორჩე პრინციპში არის ის, რომ საქართველოსთან რაში ვხედავ კონტექსტს. 2090-იანების ბოლოს შუიდან ბოლომდე და 2000-იანების დასაწყისშიც ყირიმი არის ჩვენი, კი იყო რუსულ მოსახლეობაში პოპულარული, მაგრამ ყირიმი არის ჩვენი და შემდგომ აი ეს რაღაცა ძირს ლიბერალიზმი და ძირს ეს დასავლეთი, ეს იყო ძალიან მარგინალური ხმები. რეალურად მარგინალური მოსაზრებები და ამას არ ამბობდნენ მთავარი პირები. ხო, ადამიანები, ვინც აი რეალურად ხო რა ხელს რო არ პოლიტიკურად ხელს რო არ ჩამოართმევდა აი ასეთი პარტიის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ეს ძალიან მარგინალური და პრიმიტიული იდეები გახდა ცენტრალური დროთა განმავლობაში. ალბათ საქართველოშიც ეს მოხდა, ხო, ის რაც ძალიან მარგინალური და ძალიან პრიმიტიული გვეჩვენებოდა და ეჩვენებოდა საზოგადოებას, აი ეს ნაბიჯ გახდა მართლობის და დღის წესრიგის ცენტრში. აი ეს არის მათ შორის ის საერთო, რასაც ვხედავ აი ამ ორი თუ კი შევადარებთ რაღაცა მათ შორის მიღმა სურკოვის იდეოლოგიისა და საერთო სამურ ქვეყანას და მართლობას შორის. მატარა მასშტაბში ამ მოდელის გადმოტანა ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა. ნახეთ და ცოტა დრო დინამიკაც აი აქ რეალურად ოდესაც ხდება უფრო მეტი მოჭერა, მათ შორის ოდესაც თავად ეს მართლობების ოდესაც იცვლებიან, ახლა პუტინი რეალურად ხა არ ვიტყვი მიმის ნაწილი არ მინდა გავხდე გაგიჟდა თქო რაღაც ეგეთი, მაგრამ მათ შორის პანდემიის დროს ან ოდესაც ჩაიკეტები ესე პირდაპირ მნიშვნელობითაც და ზოგადადაც ხო აზროვნების კონტექსტს გულისხმობ. შემდგომ მიდიხარ ამ მარგინალური ხისტი იდეებისკენ, რის გამოც ჩვენ არ გჭირდება სურკოვი. რა თუ გავიხსენებ ჩვენ საქართველოში ყოფილ პროპაგანდისტებს ან მმართველებს, რომლებიც კვაზი მმართველებს, რომლებიც მათ შორის ბიძინა ივანიშვილს აღარ დაჭერდა რაღაც მომენტში. შეიძლება რაღაცა თანაკვეთა დავინახოთ. ფასადურად როცა ჭირდებოდა გახარიასნაირი პერსონაჟი ბახტაძე რო გყავდა. ზოგადად აი და მაინც პრემიერებიც არა, სხვა ადამიანებიც, ვინც გავლენიანები იყვნენ, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ დროს გარემოციდან უცბად ადამიანი რო ინაცვლებს ან სხვაგან, ან ციხეში ეს ძალიან მსგავსი არის, ასე ვთქვათ, იმისა, რაც შეიძლება ჩვენ მოსკოვში გვენახა და დღესაც ვნახოთ. ხო, როცა საჭიროება აღარ არის, სურკოვის საჭიროება შენ სწორად თქვი, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ აღარ არის. უკვე მაქამდეც მოხსნილი იყო, აღარ იყო ბოლო წლები უკვე ეხლა დემოკრატიულობანას თამაში პუტინს აღარ ჭირდებოდა, ეხლა როცა იმას გამოიყვანა, რა ქვია, იმ ხალხს კოსმონავტი რო იყო პირველი და ათქმევინებ რო რაღაცა ესა გავანულოთ, აბნულივანი იმისი რა მანდატების და ამ ფაზაში გადადიხარ, შენ აღარ გჭირდება ეს პოლიტიკური თამაში, რომ მედვედევი შენ მოიყვანო, მერე მედვედევი გაიყვანო და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვი ერთი, რომელიც მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ, რომ გათვლები არ არის 10 წლეულების რა, ეს ყველას უნდა ისმოდეს, რომ ეს არ არის ზე ადამიანები. პუტინმა არ იცოდა, ზუსტად ხელი არ ქონდა ბოლომდე ჩამორთმეული, მაგრამ მედვედევთან, როდესაც ის ჩანაცვლებას აკეთებდა, იმის რა ქვია, მისი მედვედევის, ზუსტად არ იცოდა, რომ ერთ მანდატში უკან დაბრუნდებოდა და ეს პროცესი იყო რუსეთში. სხვა შორის რომელშიც სურკოვი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და მისი ურთიერთობები მან ფუჭდება, იმიტომ რომ მედვედევზე გააკეთა, ასე ვთქვათ, სურკოვმა გუნდმა თავისი ფსონი და ხო, აქ პრობლემა იქნება ნელ-ნელა. ზოგადად მაგმობრუნების მერე იცვლება ხო პუტინიც შესაბამისად ესე ეტაპობრივად აღაჭირდება უკვე სურკოვი, იმიტომ რომ მან ხდება ეს ბალოტნაიას აქციები, მან ხდება პუტინი რომ პირველი დიდი ანტისამთავრობო აქციები და მარში გაიმართა 90-იანების მერე, მან ხდება პუტინი რომ კიდევ უფრო მეტად უნდა მოუჭიროს ამ ასე ვთქვათ წნეხის ინსტრუმენტებს, შესაბამისად რაცამსაც იზრდება წნეხი, მით უფრო ნაკლებად ჭირდება ადამიანი, ვინც შენ სახეს შეგინარჩუნებს. კი, ამაზე შენ სუზრუნავ, ეხლა რა თქმა უნდა, გინდა რომ უფრო ნაკლებად სისხლიანი გამოჩნდე ვიდრე ხარ, მაგრამ უკვე ხა 2019 წლიდან არის სურკოვი პრინციპში გადანაცვლებული მეორე ხალხში კი აღარც მედი ხა ბოლო ინტერვიუ ქონდა შარშან ხოთაშორის ფრანგულ ექსპრესთან ქონდა საიდან გამოჩხრიკეს ეგეც გამიკვირდა და იქ ფრანგებს აქვთ ეგ გავლენები და არა მაინტერესებდა კაი არის რომ ესეც გამოჩნდა თავის ხრით და იქ ცოტა ამბობს რომ მე ზუსტად ის რუსეთი არის ხა რაც მე თავის დროზე დავგეგმევ ანუ ცოტა მე მგონია რომ იხტიბარსაც რო არის და რაღაცა კიდე გინდა რომ საკუთარი თავი ანახო ასე ვთქვათ გავლენია აქ ახლა პიროვნულ დონეზე არ ვიცი ხა რამდენი ტრაგიკულად აღიქონს, მაგრამ ამას გარდა სურკოვი დღეს არის ადამიანი, რომელიც პრინციპში რუსეთის გარდა ვერსად ვერ მიდის, ხო ამერიკაში დასანქცირებულია, ევროკავშირში დასანქცირებული არის, მისი ქონება არის კონფისკირებული, ასე ვთქვათ. შენ კი კარგად იცი მათი ჰედონისტური მიდრეკილებები რუსული აი ამ მართველი ელიტის მათ შორის და საერთოდ არ არის ის რუსეთი, რომელზეც მოიაზრებდა. სურკოვს ბევრად უფრო ურჩევნია რომ ბიარიცში დაისვენოს ზაფხულობით, ზამთარში. რასაც აკეთებდნენ რაღაც დრომდე. ხო რა, რასაც უაკეთებდნენ. ვერ მეწყვის რომ ამ რუსულ ელიტას მოსწონს ეს რა ქვია, შავბნელი ტაძარი
ბაზარი ჯარისის საბჭოთა რამდენიმე ასე თქვა ყოველ კვირას ლოცვა გარეკილის გარდა ხო ნუ ეხო სისულელეა ეხლა არის რამოდენიმე კაცი კი სწორია მაგრამ ეხლა ძირითადი ხალხი ეს რაღაცა რა ვიცი სამყაროში ყველაზე განთქმული ჰედონისტები რა ვიცი 20-იანი წლების ჯაზის ეპოქაში შეშურდებოდა ისე იქცეოდა როგორც მინიმუმ რუსი ოლიგარქები არ არიან ყველაზე პურიტანი ადამიანები და არც მათ შორის არც პუტინის გარემოცვა ხო არა რა თქმა უნდა დიდწილად ვიღაცა შეიძლება ნახოთ ასე ვთქვათ თვით დისციპლინირებული ცოტა ისეთი ნაკლებად საჯარო ცხოვრება სეჩინი ახსენეთ ახლა სეჩინი საერთოდ პიროვნების გარეშე მყოფი ადამიანი არის ეს მართლა არის პირდაპირ გაგებით ჩანთის მთრეველია კი და იცოდა რომ სად უნდა დახვედროდა როცა გავიდოდა და სად უნდა შეხვედროდა როცა მოვიდოდა პუტინთან თუ რეალურად პეტერბურგში საქმე ქონდა მიდიოდი სეჩინთან ქთამსაძლევდი და შესასვლელში ისიჯდა და აი ამ რაღაც ადმინისტრაციულ საქმეს ეს აგვარებდა ანუ ყავს აი ამ ტიპის არ ვიცი მონები დაუძახოთ, არ ვიცი რა შეიძლება დაუძახოთ. ხელქვეითები. ყავს სხვა და იგივე ტიმჩენკოს თუ აიღებ ან არიშკინს ან სხვა ესენი რაღაც მაინც სხვა ტიპის ურთიერთობაში. ხო, რაღაცა FSB-ს ურთიერთობები და ზოგადად ხო, აი რაღაცას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ახლა ამის ყველაზე კარგი კადრი შეგვიძლია მოვიშველიოთ ამისთვის უკრაინაში ომის დაწყებამდე, როდესაც ყველა დააჯინა პუტინმა თავის პირდაპირისპირ და ყველას მიცა სიტყვა და მათ შორის ნარიშკინი იყო, ვინც საკმაოდ ისე ხმაკანკალებული რაღაცა შეეშალა კიდეც და პუტინმა ისე არ დაინდოდა დაამცირა. ანუ აქ უკვე კარგად ჩანს, რომ ვინ არის ცარი და სხვები არიან ასე ვთქვათ მისი მომსახურე პერსონალი ამ იმაზე. ეს ყველაფერი აი რაც არ უნდა ეცადო ალბათ მაინც ჩემი დაკვირვება ეს არის რომ შენ კონდეს ეს ფასადური დემოკრატია, შენ კონდეს ეს რაღაცა კვაზი ინსტიტუტები, საბოლოო ჯამში მაინც მიდიხარ იქამდე რომ შენ გარემოცვაში აღარ რჩება არავინ, ვინც შენ რაღაცაზე გეტყვის რომ ესე არ უნდა იყოს მაგალითად. ან რაღაცა სხვანაირად უნდა იყოს, ან ამას რაღაცა გამბედაობა ექნება. საბოლოო ჯამში ეს მათ შორის გაშვებინებს შეცდომებსაც. ეხლა დღეს პროპაგანდისტებმა შეიძლება მე მგონი ისინიც აღარ ამოყვნენ. უკრაინაში ომი არის ფატალური შეცდომა რუსებისთვის. რა თქმა უნდა იქით ხარ ეს ანგრეულია ქალაქები, ადამიანები შეეწინათ, მაგრამ ეს არის პრინციპში იმ ხის მოჭრა, რასაც თვითონ პუტინი აშენებდა. ესეც არის შედეგი, ხო, იმ რაღაცა ჩაკეტილობის, მართლობის ჩაკეტილი რაღაცა მოდელის, რაც საბოლოო სადამდეც მივიდა პუტინი. ეს არის ერთ-ერთი ასე. არის თუ არა ერთადერთი ლოგიკური განვითარება შენი აზრით, რომ შენ შეგიძლია ითამაშო რა ვიცი 5 წელი, 10 წელი, არ ვიცი, შეიძლება 15 წელიც სუვერენული დემოკრატიობანა, ეს რაღაცა ფასადურობა, აბსოლუტური ტყუილი ყველაფერში, მაგრამ ამის ბოლო ყველა ვარიანტი არის ის რაც მოსდის დღეს პუტინს. ანუ ტრანსფორმაცია ამ ყველაფრის რაღაც ჩავბნელ პირდაპირ დიქტატურაში შიშებზე მორგებულ დიქტატურაში. არის თუ არა ეს ერთ-ერთი ლოგიკური იცი რა, ამის ასე ვთქვათ, ცუდ კონტექსტში არ ვამბობ, ვეგეტარიანული ვერსია იყო ის, რაც მაგალითად ვიქტორ ორბანმა გააკეთა. ეს სუვერენული დემოკრატიის რაღაც რა თქმა უნდა უფრო მეტად სუბუქი ვერსია, იმიტომ რომ ეხა იქ საკონცენტრაციო ბანაკი არც ეხა ევროკავშირის გარდა ეხა არ მგონია რომ ვიქტორ ორბანს საკონცენტრაციო ბანაკის ყოფნა უნდა, სადაც ნავალნის ტიპის ფიგურა მოკვდება მაგალითად სიცივეში ან რაღაცა, მაგრამ ჩვენ ნახეთ ხო რაღაც დრომდე პრინციპში ხა 16 წელი იყო ორბანი აი ამ რაღაც манипуляციებით როგორ გაიხანგძლევა დრო და ეხლა ეს დამარცხებაც პრინციპში შეიძლება არ დამდგარიყო უცბად რო არ გამოსულიყო მადიარის მსგავსი ფიგურა. ვიცი რა, ხშირ შემთხვევაში მაინც ახლა ეს ალბათ აბსოლუტური არ არის, საბოლოო ჯამში ყოველ შემთხვევაში თან იმ რეგიონში სადაც ჩვენ ვართ, ეს ყველაფერი ტრანსფორმირდება აი ამ დიქტატურასთან და შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ. რუსეთში დღეს არის დიქტატურა, რუსეთში დღეს აღარ არის. არაფერი არ არის. აქამდე თუ იყო კონტრაქტი პირობითად, რომ სახელმწიფო სადღაც ატარებს გარე ოპერაციებს, მაგალითად ეს იქნება სირია, ეს იქნება თუნდაც ჩეჩნეთი, რომელიც ახლა მოსკოვში აღიქმება როგორც სადღაც გარე ტერიტორია, იქ არ გაქცევა საქართველო, უკრაინა მათ შორის, მაგრამ შენ ეს სოციალური პაკეტი გაქვს, შენ პენსია გაქვს, შენ ხელფასი გაქვს, მოსკოვში საკმაოდ დიდი რაოდენობის ფული ტრიალებს, ბიზნეს გააკეთებ, ვიღაცას მოკლედ შეგიძლია ფული იშოვო, ასე ვთქვათ, შენ ეს ყველაფერი არ გეხება. დღეს ეს პარადიგმა არის შეცვლილი. დღეს არის რომ მე ვარ მართველი, მე ვარ ცარი, თქვენ ყველანი ხართ ჩემი ხელქვეითები და საერთოდ არაფერი არ გეკითხებათ, აი ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და თქვენ უნდა წახვიდეთ და იომოთ. არანაირი კონტრაქტი აღარ არსებობს. ეს კონტრაქტი არის წარსული, თუ კი როდესმე არსებობდა ეს კონტრაქტი ისედაც. არის ეს წარსულის ისეთი ოცნება. დღეს ეს აღარ არსებობს და დღეს აქამდე ტრანსფორმირდა რუსული პოლიტიკა. რამდენიც კრიტიკაც დამსახურებულიც არ უნდა ხვდებოდეს ბორის ელცინს, ალბათ მისი კოშმარი ხდება მათ შორის დღეს რუსეთში, რაც მას ვერც კი წარმოედგინა.
მათ შორის იმ კონდიციაში, როდესაც ბევრი არაფერი ჰქონდა მიღებული. კი, ალბათ ვერ წარმოედგინა. ბოლოს სიტყვა მის ქალიშვილი იხსენებს ერთ-ერთ თავს, ერთ პერიოდი ბლოგი ჰქონდა ამ გოგოს და ოჯახმა გადაწყვიტა, რომ იუმაშევამ გადაწყვიტა, რომ შემოbrunებული იყო აქტიურ პოლიტიკაში და მაშინ თქვა, ძალიან შორის ერთადერთხელ არის ნახსენები, რომ მამას არაფერი არ უთხოვია და არ დაუვალებია პუტინისთვის, რომ მამამ ერთი ფრაზა უთხრა, პუტინს ბირიგირასიო. ხო და არ მგონია, რომ ეს ფრაზა ელცინეს გაგებით გამართლა პუტინმა. მისმა ქალიშვილმა და მისმა ქალიშვილის მეუღლემ მათ შორის განაპირობა პუტინის მოსვლა. ასევე ამუბედურებაში მათი ისინი არიან ამის ავტორები, კი. ისინი არიან ამის ავტორები, მათი დროინდელი ადმინისტრაციის უფროსი ვალოშინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოსკენ მინდა გკითხო, მე მრჩება შევესწილება, რომ აი ის როგორც პირდაპირ ვიტყვი რა, სურკოვის იდეაზე დაფუძნებით პუტინურმა რეჟიმმა გააბრიყვა მართველი ელიტაც და საზოგადოების ის ნაწილი, ვინც მეტნაკლებად ვისაც ჰქონდა უნარი, რომ წინააღმდეგობა გაეწია ამ პროცესის და როგორ აქცია ისინი მარგინალებად, ხო? აი იმ იდეებით, რომელიც რაღაცა 10-15 წლის წინ ითვლებოდა, რომ რა გიჟი ხარ, ამას რო იძახი და შემდეგ უკვე ეს იდეები გახდა მეინსტრიმი, რომელზეც სახელმწიფო დგას. მე შევშთავშტილება, რომ ძალიან იგივე პატერნს მივყვებით. უშვებთ თუ არა შენ ეზეთ იგივე შეცდომებს ეხა, რაც იქ ხდება. და აი შენ ახსენე და მე ვიტყოდი მაშინ, რომ აი ორი გზაა რა, ერთი გზა არის ურბანის გზა, რომ ბოლოს მაინც საზოგადოებრივ წნეხს დამორჩილდე და წახვიდე. ანუ ათრიო ეს სუვერენული დემოკრატია, ატყუო ხალხი, მაგრამ რაღაცა მომენტში, გადამწყვეტ მომენტში, როდესაც უკვე ხალხი ხვდები, რომ დიდია წინააღმდეგობა, წახვიდე. მეორე მოდელია ეს ტრანსფორმირდა ჩვეულებრივ დიქტატურაში, რუსულში, მაკინში, ისეთი როგორც თავისი რაღაცა ქართული ელფერი ვიცი ამ ყველაფერს. შენ უშვებთ თუ არ იგივე შეცდომებს, აი იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი გავს იმას, რაც რუსეთში არის. და რა არის ჩვენთვის მე მგონია რომ რუსეთის შემთხვევა ეს მაგრამ მაინც უფრო პოზიტიურ ჭრილ მიმართულებით რო წავიდეთ. მიუხედავად აი ამ ის რომ საზოგადოებას აი ესე ნაბიჯ გადაუმტრიეს ყველა დამცავი, რაც შენ გიცავს სახელმწიფოსგან და საბოლოო ჯამში პირისპირ დააყენეს აი ამ სახელმწიფო მანქანასთან. ეს მაშინ რუსულმა საზოგადოებამ ეს შეცდომა დაუშვა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იყო მაინც პოზიტიური გამოვლენებები, თუნდაც იგივე ნავალნის მოსკოვის მერის არჩევნები და მე როდესაც იგი ცდილობდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, ეს კამპანიები კარგად ანახებდა, ხა რეალურად ნავალნიმ 30%-მდე აიღო, ნუ აბსოლუტურად არათანასწორ გარემოში, ჩემთვის ეს რაღაც ინდიკაციაა, რომ არ არის მთელი საზოგადოება მიძინებული და ვიღაცა რაღაცას ელოდებოდა. თუ კი შენ ამის მიწოდებას გააკეთებ, თუნდაც ისეთ, არ ვიცი, საშინელ პირობებში, როგორიც არის პოლიტიკურად რუსეთში, შეიძლება რაღაც გამოხმაურება მოყვეს ამას და დღეს არ გქონდეს ნავალნის შემთხვევაში სამწუხაროდ მისი სიკვდილი დასრულდა, მაგრამ ეს ყველაფერი რომ გადმოვიტანოთ საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ვფიქრობ, რომ მაინც ის რომ ახალი სახელმწიფო ვართ, რაღაცა შეცდომები დაუშვით იმ გაგებით, რომ იმაზე მეტი ეპატია ყველა მეტწილად ყველა მთავრობას და პირველ რიგში ქართულ ოცნებასაც ვიდრე ამის გონივრული საჭიროება იყო. ჩემი აზრით, მაგალითად, ხა პირველი ნიშნები ალბათ იყო როდესაც 2014 წელს ხა თვითმმართველობის 21 წელიწადში გაქვს თვითმმართველობის არჩევნები და შენ ამ ვერითმენ და პირობითად ბოლნისის მერს ფანჯრიდან ისვრე, იმიტომ რომ შენი მერი დანიშნა, უკვე ეს რაღაცის ინდიკაცია არის, ასე თქვა და კიდე ბევრი სხვა ნიშანი იყო, რადგან პრინციპში ერთი რო წინამთავრობის გამო ბევრმა თვალი დახუჭა, რომ მოდი ამათ რაღაცა კარტმანში მივცეთ, ნუ მოკლედ ბევრი რაღაცის ასორტი იყო, ასე თქვა, რამაც საზოგადოება ცოტა მოადუნა, თუმცა თავარი შეცდომა რაც არის ის, მე ალბათ ვფიქრობ, რომ და შეიძლება არ იყოს იდენტური, მაგრამ აქტორები არიან იდენტური, ვინც ამ შეცდომას ჩადიან, ეს პირდაპირ ვთქვი, თქვენ ხართ ოპოზიციური პარტიები, ჩემი აზრით, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხა ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის და არა როგორც ჟურნალისტისთვის ან არ ვიცი რაღაცა სხვა პროფესიის ადამიანისთვის, ხა მე ვიცი ქართული ოცნება, ჩემი აზრით მე ვიცი რასთან მაქვს საქმე. თუმცა აქეთ რას უყურებ ეს გაურკვეველია, ასე ვთქვათ და ეს სურათი სანამ ესე იქნება, მე ვფიქრობ გაჭირდება რაიმე ცვლილებების გაკეთება. ის რომ ძალიან ჩვენ კომაში უშუალოდ ხა ჩვენ ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში რომ დაუბრუნდეთ. ის რომ მაგალითად 2028-ის არჩევნები მოვა და მე არ ვამბობ ან იქით ხარეს უნდა იყო ან აქეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სურათი გვექნება ესეთი, რომ რაღაცა რამდენიმე პარტია ალბათ თქვენც გახვალთ
ვიღაცები იტყვით რომ იტყვიან რომ არ გავლენ და აი ამ ურთიერთდედის წავა ყველაფერი მაგალითად და კიდევ სხვა მსგავსი ტიპის რაღაცა ქაოსსა და გაურკვევლობაში, აი ეს გონია მაგალითად მათ შორის იდეალური საჩუქარი ხელისუფლებისთვის, რომელსაც ქაოსის შექმნაში შენვე ასე ვთქვათ ეხმარები. და ეს ახლა ერთი მაგალითი არის, პრინციპში რაღაცა იცი შენ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება. არა, თან მაგას გავს, ანუ იმ ქაოსის, რაზეც ახლა ვაპარაკობთ, იმ ქაოსის თეორიას, რომ რავი, აქეთ ისეთი ქაოსი, ესენი ხო შეხედე რა, ერთმანეთს ჭამენ და ახლა აი პირდაპირ თვალებში მიდგას, რა ვიცი, რუსთავი ორის და იმედის დღევანდელი დებატები სალავიევის გადაცემა 10 წლის წინ და რუსულის დებრის ბარიერთან დგომა. ხო, მეორე ეცი რა არის, კიდე აი, ნუ თათ ამ კარიკატურაში ბოლომდე არა ვართ, მაგრამ ხო, იდენტური არა, ახლა მეორე პრობლემა არის თუ კი ახლა ამ დებატებს ვახსენებთ, რაღაცა ისედაც იცი რომ რაღაცა როლური ის გაქვს, ასე ვთქვათ და შენ რაღაცა როლის გამო ხარ პირობითად ამ დებატებში, მაგრამ ხშირად ახლა რადგანაც შენ შეეხებულოთ მაგაზე გამახსენ, როდესაც ვუყურებ ამ დებატებს, ადამიანები, ვინც ქართული ოცნების საპირისპირო მხარეს წარმოადგენენ, ხშირად ძალიან მომზადებლები და არაარგუმენტები, ძალიან სუსტები არიან, მათ არ ჭირდებათ გამოყვანა არაკომპეტენტურად ქართული ოცნების მხარეს, რო ვუყურებ ხვდები, რომ პრინციპში არც ამ ადამიანმა იცის ბევრი რაღაცა, იმაზე რადგან აკრიტიკებს. შესაბამისად, ეხლა ეს არის რუსული ოპოზიციის ალბათ შიდა პრობლემები, მაინც ხვანაირი იყო, ბევრი ისეთი იყო, ეგოც ბევრი იყო, რაღაცა ბევრი ისეთი გამოკვეთილი ფიგურა იყო, ეხლა ჩემთვის მაგალითად ყველაზე საინტერესო ეხლა ბორის ნემცოვი, ნავალნი თავისი ინდივიდუალიზმით, ხო ეხლა ჩემი მეგობარი მუშაობდა მაგ დროს მაგალითად რუსეთში ჟურნალისტად და ეხლა მისი ნათქვამია, რომ როდესაც ჰქონდა კონტაქტი ნავალნისთან და მის მეუღლესთან იულიასთანაც, ძალიან ქარიზმიანი ტიპები იყვნენ, რა, მოგნუსხავდნენ და რაღაცნაირად ყურადღებას მიგაქცევინებდნენ. ანუ მაინც ეხლა არ არის ესეთი სამწუხაროდ ეხლა დღეს მე ნაკლებად მახსენდება ესეთი გლობალური რეპუტაციის მქონე ლიდერი ქართულ კონტექსტში გულისხმობ. ანუ ბევრი ხა იქაც შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ რაღაც მომენტში ბალოტნაიას აქციების დროს პრინციპში მთელი საზოგადოება გაერთიანდა. პარადოქსული არის ის, რომ მაშინ პატრიარქმაც კი კირილმა საწყის ეტაპზე გააკეთა ისეთი ძალიან ორაზროვანი განცხადება, რომ მთავრობამ უნდა მოусმინოს აი ამ ხალხს, ვინც ქუჩაში არის გამოსული. მე ორი კვირის მერე კი შეცვალა და რა თქმა უნდა სრულ მორჩილებისკენ წავიდა, მაგრამ აი ეს მომენტი თითქოს იქაც იყო, მაგრამ ნუ წავიდა იქითაც რღვევა, ასე ვთქვათ, შიდა დაპირისპირებები, გაურკვევლობა, იქაც ვიღაცა, ხა მაგალითად, როდესაც ნავალნი ამბობდა, რომ ეს ჭკვიანი ხმის მიცემის სისტემით არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ოპოზიციას გაუზარდოთ, ასე ვთქვათ, მანდატები საკრებულოებსაც თუ პარლამენტში, სხვა პარტიები ამაზე ვღანძღავდნენ. მოკლედ, აი ეს მე არ ვამბობ, რომ პარტიებს შორის დისკუსია არ უნდა იყოს, მაგრამ აი ეს რაღაცა პრიმიტიული, დაუსრულებელი გაურკვევლობა და რაღაც აი არაფრამდე მისვლა და ის რომ პოლიტიკოს უბრალოდ რაღაც გაგება არ უნდა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩემი აზრით და რაღაც ამ ყველაფერში მე რჩება საბაზისო საკითხები მოუგვარებელი. ამ ყველაფერში რჩება ის, რომ ღამე ქუჩაში რო საერთოდ ადამიანი გეკითხება, რომ ბინისქირის ფული უნდა აგროვოს და იმას არ აინტერესებს პირობითად არც კლასტერის გახსნა ევროკავშირთან და აკი აქ ვარ არც ტრამპის კარიბჭე მაგალითად. იმას აინტერესებს სხვა რაღაცა და შენ ეს უნდა გადაუთარგმნო მას რაღაცნაირად. აი, შესაბამისად, მე მგონია ჩვენ მაინც ჩვენი ინდივიდუალური პრობლემები რაც რაღაცით გავს იმ ყველაფერს. კი, გავს, მაგრამ ჩვენი ინდივიდუალურია და გეთახმები იმაში, რომ პასუხისმგებლობების სკალაში პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ბევრ რამეში ერთ ფასეულობების ვიღოთ, ეს ერთ აზზე ვიღოთ, სამწუხარო ტენდენცია არის ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში რაღაცა გათანაბრების, რომ იცი რა, სამოქალაქო საზოგადოებაც თავისუფალი მედიას და ჩვენ პოლიტიკოს ერთ ნავში ვზივართ და ერთნაირად ვიყოთ და არ ვიყოთ ერთნაირად. ეგეც შეცდომა იყო თავის დოზე. პოლიტიკოს ახო არა, იმიტომ რომ ეგ სასახნოების მოდი. შენ თუ იღებ პასუხისმგებლობას, რომ ხარ პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტიაში, უნდა აკეთო ეს და გესმოდეს. შენზე ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება, იმიტომ რომ რაღაც ჟურნალისტი სანამ რაღაც ფიზიკურად არ შეგეხებიან, ჟურნალისტი იქნები, ამ კრიტიკულიც ვიქნები ზოგადად, ხა მეც ჟურნალისტიც საბოლოო ჯამში ხა მე ამ გამოცდილებებს მეგმანახა რაც არ უნდა მძიმე რეჟიმი იყოს, შენ უნდა დარჩე შენ ტყავში რა, შენ არ უნდა იყო აქციის წამყვანი. პირობითად, თუ ეხა რა თქმა უნდა არ გვაქვს ეხა ისეთ ანომალურ სიტუაციასთან, როცა არ ვიცი რაღაცა ფუხიმორის მმართველობა დამყარდა, რაღაც საშინელება რა. აქაც საქართველოში არის ხოლმე რაღაც ეგეთი კრიტიკული მომენტები, ეხა ლექსო ლაშქარაოს გარდაცვალება, ემოციური ან მსგავსი მომენტები, მაგრამ მაინც ეს რაღაცა პროფესიული საქმიანობის სეპარაცია რო იყოს და გაყოფა, ალბათ საბოლოო ჯამში
დაეხმარება რაღაც პოზიტიურს. მე არის თან პოზიტიური და ნეგატიური ყველანაირ კონტექსტში ვიძახე. რა ეგრე უნდა იყოს ახსენე რომ ხო რა პოლიტიკოსები არ გვინდა პოლიტიკურ პროცესში. ხო რავი გიჩვენს რაღაცა ტვინში როცა ამას პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი არის სამი სხვადასხვა ადამიანი, რომელიც ერთ დომენშია, მაგრამ სხვადასხვა პერსპექტივას ზარეული, მენტანი და რაღაცა მენეჯერი იმ ადგილის ერთ-ერთი ადამიანი. ერთი რესტორანი ერთ სივრცეში არიან. ხო, ანუ ეს ხო, მაგრამ ხო რავი ხა ის მენტანი ზარეული ხო არ გამოფოდნოსით ვერ გამოვა იმაზე რა გქონია და კარგად ვერ მოგიტანს. ხო, არ არის მაგის საქმე ისედაც. შესაბამისად აი ეს საკითხი ალბათ საქართველოს ხარ დავასრულოთ აქ, ალბათ ის არის რომ საქართველოს მაინც თავისი ჩვენი რაღაც კრიმინალური პრობლემები გვაქვს, რომელიც 80-იანების ბოლოდან მოდის და რაღაცა იქ დღემდე აქ რა ამბობს. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ძალიან საინტერესო გამოგვივიდა როგორც რუსული ამბის რეტროსპექტივა და ისე შევეცადეთ დაგვენახებინა ეს ყველაფერი რა კავშირშია ჩვენ რეალობასთან. ერთი პირდაპირ კავშირში რუსული გავლენის თვალსაზრისით და მეორე პირდაპირ კავშირში მსგავსებისა, იმ მსგავსებებისა, რომელიც დღევანდელ ქართული ოცნების მმართველობის მოდელსა და 10 მოდელს თქვა, ხო რა, დაახლოებით 5-10 წლის წინანდელი რუსეთში იყო. სადღაც 10 ეგრე. ხო, 10 რა უფრო, იმიტომ რომ ეგ ამბავი არის 10 წლის წინანდელი. ყირიმამდელი რუსეთი არის, კაი მარკა რა ამისი. მადლობა დაპატიჟებისთვის. დიდი მადლობა, ამით 23-ე ეპიზოდი ამოწურულია. სანამ დავასრულებთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ რა უცებად გამოიწეროთ ჩვენი გვერდით, თუ მოგეწონათ ის, რაზეც ვსაუბრობთ. შემოხვიდეთ კომენტარებში, ჩაერთოთ დისკუსიაში და დააჭიროთ ზარის ღილაკსაც ახალ ამბებსაც გაიგებთ. მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.